როგორია ნიანგის ხორცი და ერთად ვნახოთ ქალაქი მოლში. დღეს ბანგკოკში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოლს Icon Siams ვეწვია. რადგან სწორედ აქ არის ყველაზე ცნობილი კვების სივრცე, სადაც ბევრ საინტერესო საკვებს დავაგემოვნებ, მათ შორის ნიანგსაც. აბა გამომყევით. მოლი არის უზარმაზარი და ულამაზესი. ჩემი აზრით, ბანგკოკში ნომერ პირველი მოლია. სწორედ აქაა ინსპირაციული ქალაქი, ახალი მეგა პროექტი. თუ გინდა რომ ერთ დღეში და ერთ სივრცეში ბანგკოკი ნახო, მაშინ ამ ადგილს უნდა ეწვიოს სხვადასხვა მაღაზიები, ბანგკოკის ქუჩები, რესტორნები. მოკლედ, ქალაქის მინი ვერსია ერთ სივრცეში. კარგად ჟღერს არა? წამოდით გაჩვენებთ ყველაფერს. ნამდვილი ზღაპარია. არ ველოდი ასეთი მასშტაბური და ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა. აქ არის ტრადიციული სამოსის, სამკაულების და სხვადასხვა სახის სუვენირების მაღაზიები, თუმცა ამჯერად მხოლოდ გემრიელობებისთვის ვარ აქ და ერთად მოვძებნოთ ყველაფერი. სასმელები, ტკბილეული, თვალები ამიჭრელდა და მიჭირს არჩევანის გაკეთება. აი აქ სულ ახალი ზღვის პროდუქტებია: ლოკოკინები, მოლუსკები, ლობსტერები. სხვათა შორის მე არ მიყვარს ლობსტერები. მითხარით რომ მარტო არ ვარ. აი ისიც, მოვაგენი იმ ადგილს, რის გამოც მოვედი აქ, სიმართლე რომ გითხრათ. აქ ნიანგის დაგემოვნებას შეძლებთ. დიახ, არ მოგესმათ. აზიაში ბევრი უცნაურობის დაგემოვნება რომ შეგიძლიათ, ეს ალბათ ყველა მიცით, თუმცა რომ მომკლათ არაკნებს და მსგავს წვრილფეხა არსებებს ვერ გავეკარები. ეს კი გემრიელად გამოიყურება და მგონი რომ დავაგემოვნებ. იმედია სადმე არხიდან არა მოხდება ამის ნათესავი და სამაგიერო არ გადამიხდეს. აი ასე შამფურზე აქვთ ლამაზად ჩაწიკწიკებული და ფასრად შეეხება $3 ღირს. რომ არ ვიცოდე რომ ნიანგის წვათს ჭამ, დიდად ვერც მიხვდებოდი. ცუდი არა. აქვე არის მაგიდები, სადაც შეგიძლიათ დაჯდეთ და მიირთვათ საკვები. ყველანაირი სახეობის კერძია, ზღვის პროდუქტები, ხორცეული, ტრადიციული საკვები. მე რატომღაც ნიანგის შემდეგ ზღვის პროდუქტების დაგემოვნება გადავწყვიტე. აი ასეთი საინტერესო კერძი შევარჩიე, ბრინჯი, რვაფეხები. რვაფეხა ძალიან მიყვარს. იქვე მომიმზადეს და აი ასე გამოიყურება. სხვათა შორის პაელას მივამგვანე რატომღაც. რადგან ქვემოთ სულ გადავსებული იყო ადგილები, ზედა სივრცეში არის მაგიდები, სადაც შეგიძლიათ ახვიდეთ და იქ ისადილოთ. თან ნახეთ რა სილამაზია, რაღაცნაირად ზღაპრული და ავთენტური გარემოა. შევარჩიე ადგილი, აი ასეთი ხედით, აივანზე, საიდანაც ქალაქს გადაყურებ და გემრიელად გეახელით. თუმცა რვაფეხა მხოლოდ ერთი ცალი ყოფილა. ხო და დანაკლისის შესავსებად ვეწვიე ასეთ ადგილს. სულ რვაფეხებია და ცალკე შევიძინე. მოკლედ არჩევანი დიდია. კალმარებიდან დაწყებული ქათმის ხორცით დამთავრებული სასურველ ჯოხს აარჩევთ და შეგიბრაწავენ ადგილზევე. აი ჩემი რვაფეხებიც. ამათ რომ ვუყურებ, სულ ურსულო მახსენდება ხოლმე და ჯავს ვყრილობ ბავშვობაში. ძალიან ბრაზდებოდი ხოლმე არიელს რომ ხმა წაართვა. ოლალა, სეირნობისას ნახეთ რას გადავაწყდი. ესეც იაპონური ფერადისი ფუმფულეები. აბა რამდენს გიყვართ და მენახეთ. უამრავი სახეობისა. ეს ნახეთ ლობიოს შიგ თავსითაც კია, მაგრამ მადლობა ამას არ გავსინჯა.